მაგრამ მანამდე ძივდოს სიახლეებით დავიწყოთ, იმიტომ რომ ძივდოს მსოფლიო თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულა ქართველმა ძივდოისტმა, რომელიც მცირე პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ასე ვთქვათ, ტატამს და აქტიურ ცხოვრებას. ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართული ძივდოისტთა ევროპის თასის გათამაშება გელა ზაალიშვილმა 100+ წონით კატეგორიაში ძალიან დამაჯერებლად მოიგო. მეროთფინალში ბრიტანელი ჯეიმს ველერის დამარცხება მოახერხა. შემდეგ ესპანელი როდრიგო გარსია გაუშვა სახლში, მოუგო ასევე ნახევარფინალში თურქ მუნირ ერდგურს, ფინალში კი ზაალიშვილმა საერთაშორისო ათლეტის სტატუსით მოსპარეზე რუსი ხანკანი 50 წამში გაგუდა და ასე მოახერხა პირველი ადგილის დაკავება. ორმაგად სასიამოვნო არის ხოლმე, როცა ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე სპორტსმენის დამარცხებას ახერხებენ ქართველები, როგორც მათთვის, ასევე სრულიად საქართველოსთვის და ასეთი წარმატებული და ეფექტური გამოსვლა ძალიან დიდი ხანია ქართულ სპორტსმენებს არ ქონიათ და ამ პაუზის შემდეგ, როცა ბრუნდები, უნდა დაბრუნდე, რა თქმა უნდა, სწორედ ასე ხმაურიანად გეტყვით იმასაც, რომ ლევან კოშაძე და ჩვენი ძალიან წარმატებული სპორტსმენი თორნიკე გიგაური იქნებიან დღეს ჩვენი სტუმრები. ვისაუბრეთ ხო, რომ პერუში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა და სულდა სულ რამდენიმე დღის წინ და რა თქმა უნდა ჩვენი ოქროს მედალოსანი იქნება დღეს თავის პირად მწვრთნელთან ერთად ლევან კოშაძესთან ერთად ჩვენი სტუმარი. ასე რომ ძივდოს თემას ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით, კიდევ უფრო ცლად და საინტერესოდ მეორე ბლოკში.